ესე გამიგია რომ დათო უსუფაშვილი იყო თქვენი ლექტორი. და აქედან გაიწერეთ. გიგონებს ეგ მითია რომელიც მან შეთხსა. არის ხო ლექტორი? ჩემი ლექტორი იყო ავთო დემეტრაშვილი. დათო იყო მისი ასპირანტი და შესაბამისად ბატონი ავთო როდესაც იყო მაშინ საკონსტიტუციო კომისიის დივანი ხო თავმჯდომარე შევარდნაძე იყო და ხშირად უწევდა მივლინებაში ყოფნა ან რაიმე მიზეზის გამო ლექციებს აცდენდა და ხო და აი მაშინ შემოდიოდა ხოლმე დათო და ამას იბრალებს რომ იყო ჩვენი ლექტორი. მოგეწონათ თავიდანვე? იცით რა სიმართლე გითხრათ არ მახსოვს დათო ესე უნივერსიტეტიდან პირდაპირ მნიშვნელობით ბევრი სხვადასხვა ჯგუფები 1 2 5 წლით ერთმანეთისგან განსხვავებული თაობა შეგვახვედრა ბატონმა ავთომ და მაშინ გავიცანით დათო ყველაზე უფროსი იყო ანუ ის ჯგუფის შემადგენლობა ყველაზე უფროსები იყვნენ პირველი დღიდან მოყოლებული პრაქტიკულად მერე უკვე სულ ერთად ვიყავით სულ ერთად ყველაფერზე ერთად ვმუშაობდით აღმოჩნდა იმხელა თანხwebdriver ინტერესებში, სურვილებში, мотиваციაში, რა უნდა გვეკეთებინა, როგორ უნდა გვეკეთებინა და ერთად გავაკეთეთ მე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც და ესე დაიწყო ეს ყველაფერი. და ერთი გავრცელებული აზრი იყო, რომ თქვენ როდესაც დაქორწინდით, საკორწინო კონტრაქტი გააფორმეთ. მართალია ეს? კი, იყო ეს შეთანხმება ქონდა და თომ რაღაც როლები რო იყო ჩვენ ბავშვობაში ხო გახსოვთ მინდორი რო ქონდა. მეგონი ეხაც არის, მაგრამ არ ვიცი არის თუ. ახლაც არის. აი ესეთი რვეულის ფურცელზე ვთქვით, რომ ეს ანუ დიდი ველი, სადაც წერ, ეს არის ჩვენი საჯარო ცხოვრება და ეს პატარა ველი, რომელიც მინდორის იქით არის, ეს არის ჩვენი კერძო ცხოვრება და ეს იყო ჩვენი კონტრაქტი, რომ ორივეს გაცნობიერებული გქონდა, რომ ასე მოგვიწევდა ცხოვრება. სხვათა შორის კოვიდს უნდა ვუმადლოდო იმას, რომ ამდენი დრო ერთად ჩვენ არასოდეს არ გაგვიტარებია, რაც წელიწადნახევრის განმავლობაში, 1 წლის განმავლობაში ვიყავით ერთად, როგორც მე და თუ ასევე ბავშვებთანაც. თავიდან აღმოვაჩინეთ რაღაცნაირად ერთმანეთს. ბედის წერასავით იყო მთელი ცხოვრება ვამბობდი, რომ ქორწინების 25 წლის თავი რო გვექნება, ფუნდამენტურად რაღაც უნდა შევცვალოთ თქო და ის კარგად კი არ მესმოდა ეს რა უნდა შემეცვალო, მაგრამ ნუ რა ყოველ შემთხვევაში აი ეს მინდვრები მაინც რო უნდა გამეცვალო, ამაში დარწმუნებული ვიყავი და მე თავისით მოხდა ეს. კოვიდმა უზრუნველყო. ნამდვილი სიყვარული მთელი ცხოვრება გრძელდება? ეხლა მთელი ცხოვრება ჯერ არ მიცხოვრია და არ ვიცი, მაგრამ 25 წელი აქ გრძელდება კი ბატონო. 25 წლის მანძილზე ყოფილ ხარ დაშორების პირად? არა, არასოდეს. არც კი გვიჩხუბია, ოღონდ მართლა არასოდეს. არასოდეს არ გიჩხუბიათ? არასოდეს. არასოდეს არ გაგიტეხავთ თებში? აი არასოდეს, არც ერთხელ. ძალიან არასტანდარტული ამბავი გჭირს. არც პოლიტიკაზე გამათობდით ხოლმე? პოლიტიკაზე არასოდეს არ გვიკამათია, ძალიან ხშირად გვიკამათია ტაქტიკაზე. ეჭვიანი თუ ხართ რომელიმე? ეჭვიანი რომ ყოფილიყავით, ან მე ან ის, მაშინ აუცილებლად ეგ მომენტი ბევრჯერ დაგვიდგებოდა. იმიტომ რომ ჩვენ ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრეთ, უფრო მეტი დრო ცალ-ცალკე გვაქვს გატარებული, ვიდრე ერთად. აეროპორტებში, სასტუმროებში და ასე შემდეგ.